საღამოში დაბისა მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს 5 აგვისტოა და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ტრანსფორმაციული დღე ჩვენ ცხოვრებაში მოხდება ძალიან სერიოზული ცვლილებები. სერიოზული აღმოჩენები. სერიოზული ცვლილებები, მაგალითად როგორიც არის ადამიანები, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ხინჯს წარმოადგენდნენ და ენერგიას სწოვდნენ, ჩამოგშორდებიან და ეს ძალიან კარგია. მაგალითად დღეს რამდენიმე ადამიანი დავბლოკე. ზოგმა ისინი ინერვიულად თამარის გაცოცხლებაზე, რომ მე მგონი სასწრაფოების გამოძახება დასჭირდა. არა და მე ვფიქრობ, თამარის გაცოცხლებაზე სანერვიულო თქვენ არაფერი არ გიჭირთ. ერთადერთი თამარის გაცოცხლებაზე ვინც უნდა ინერვიულოს, ეს არის ისევ და ისევ თვით თამარი, ხო? მე არ ვიცი თქვენ რა პრობლემა გაქვთ თამართან, ან თამარის გაცოცხლებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ის ვიცი რა პრობლემა გაქვთ. თუ ვინმეს თავი თამარი გონია, არ ვიცი, ანუ მე მართლა ვერ ვიგებ რა პრობლემა უნდა ქონდეს ადამიანს, თუ მეორეს თამარი გონია თავი. ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. იმდენს ვიცნობ უკვე, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს რა. სულ ერთი ამას თამარი ქვია, ლალი, ლია, თუ ნუგეში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, კაცო. თუ ადამიანს გონია თავი თამარი, გონია და მე რატო უნდა ვინერვიულო ამაზე, ვთქვათ, ხო? ვიღაცამ ჩემ ქმარზე ინერვიულა, როგორ შენი ქმარი იქ იდგა და შენ გცემდნენ და ხელი არ გაანძრიაო. საიდან მოიტანა არ ვიცი, მაგრამ საიდანღაც მოელანდა. მერე შენ არ იციო? შალვა ახალციხელმაო ელისრომს თხლიშაო და კავთხოვინა კინაღავსულია. მე უთხარი მეთქი ეგ შალვა ახალციხელი არ იყო, ეგ ზაქარია მხარგრძელი იყო თქო და ძალიან საინტერესოა მოკლედ ადამიანები როგორ ნერვიულობენ უმნიშვნელო რაღაცებზე, მაგრამ რაც სანერვიულოა, იმაზე არ ნერვიულობენ. გინდათ რას უყურებენ, ხა გაჩვენოთ, რა ვიცი, ჩანს, არა, ვარსკვლავებს და ცას, აი ვარსკვლავი გამოჩნდა. მოკლედ როგორც თქვი მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო დღე დაიწყო. 5 აგვისტო არის ძალიან სერიოზული ტრანსფორმაციების დღე. ამას დაჟე ჰერმეს ტრისმეგოსტის კი ამბობდა თავის ნაწერებში, რომ 5 აგვისტო იქნება ნიშანი, რომელიც გასაღები იქნება ახალი დროის. რომელი 5 აგვისტო ეს არ ვიცით, მაგრამ რომელიღაცა. ისე მაინტერესებს, აი მაგალითად რა, ძალიან გულწრფელად მითხარით რა. აი მე რო აღმოვჩნდე თამარი, ვთქვათ, ხო? თამარის რეინკარნაცია. რამე პრობლემა გექნებათ თქვენ? ანუ აი თუ რამე პრობლემა გექნებათ, მაშინ ისიც მითხარით, რა პრობლემაა.
ან რო არ აღმოჩნდე მერე რა, ანუ რატო ნერვიულობთ ესე ძალიან მე ვერ ხვდები რა. აი ძალიან ნერვიულობთ უაზრო რაღაცაზე რა. მე კიდე იცი რაზე ვნერვიულობ. საქართველოს დავკარგეთ. აი სულ არ არის სანერვიულო, ახლა ვინ იქნება თამარი, მაგრამ საქართველოს რო დავკარგეთ ეგ სანერვიულოა რა. მე არ მესმის. არ მესმის თქვენი მართლა რა. განსაკუთრებით მამაკაცები ნერვიულობენ ამას. თამარი ხარ, ხო, თამარი ხარ, აბარა, თამარი ხარ. ეთყობა თამარი ფრესკებზე რომ დაინახე ეს ისეთი არა, სხვანაირი ლამაზი წარმოედგინათ. თამარი არ იყო ლამაზი, მაგრამ თამარ ძალიან ლამაზი შინაგანი სამყარო ქონდა, რომელსაც ეტრფოდა ყველა. სილამაზეს არა, მის სილამაზეს არა. სხვათა შორის საპატრიარქოს ფსიქოლოგმა ისიც გამანდო, რომ თამარი ბოლოს ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ იგინებოდა კი არა, ვეღარ აკავებდნენ. დიდდას უტყნავდა ყველას უკაცრავად. ამ სიტყვაზე. ხო, ეს ზუსტად საპატრიარქოს ფსიქოლოგი მერაბ უნიანისგან გავიგე, რამაც ძალიან გამაკვირვა. და მე უთხარი, რომ თამარი თუ ასეთი სუსტი იყო მაშინ, რატომ აირჩიეს ეს მეორედ მეფედ? პასუხი ვერ გამცა. გინდა გითხრათ, რატომ იგინებოდა თამარი ბოლოს? და გაინტერესებთ ისიც თუ რა იყო თამარის მნიშვნელოვანი წერტილი და რატომ გარდაიცვალა ის? ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა მას ბოლო 5 წლის განმავლობაში. უაღრესად დაძაბული სიტუაცია იყო მასვე, რაც დავით სოსლანი გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, რომ თამარი ძალიან ახალგაზრდა იყო და ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რომელი თანახმადაც, ანუ აიყურეთ, თამარმა 20 წელი იმეფა. რამდენი წლის გამეფდა? ესე წერია, 20 წელი იმეფა. რამდენი წლის გამეფდა თამარი ვარას გვიყვებიან? 16-ისო, ხო? არა მეგობრებო, 16 წლის არ გამეფებულა თამარი. თამარი გამეფდა 21 წლის და შემდეგ მეორედ გამეფდა 25 წლის. და თუ 20 წელი იმეფა, ესე იგი ის გარდაიცვალა 41 წლისა. თუ თამარი 41 წლის გარდაიცვალა, ის დაქვრივდა 36 წლის ასაკში, ხო? გამოდის ესე. თუ თამარი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაშინ მას აუცილებლად უნდა მოეძებნა მეორე ქმარი, მესამე უпроსწორად, ხო მასია? ხო და მე გეუბნებით, ვინ იყო მისი მესამე ქმარი, რომელზეც დაქორწინება არ დააცადეს შავებმა. ეს იყო ზაქარია მხარგრძელი. იცით, სხვათა შორის ერთ-ერთი წყაროს თანახმად თამარი და ზაქარია რომ დაქორწინებას აპირებდნენ, თამარი ორსულად იყო მისგან. ხო და როდესაც თამარს ზაქარია მოუკლეს და სრულიად სიტყვის მნიშვნელობით მოუკლეს, თამარიც მიყვა ზედ 5 თვეში. ვიღაცა ითქვის, რომ რატომ წყაროების თანახმად თამარს დაემართა დედათა წესის
დაავადება. დედათა წესის დაავადება არის სისხლდენა, მეგობრებო. და ეს სისხლდენა არის მუცლის მოშლა. ამ ასაკში, რომელ ასაკშიც თამარია. 41 წლის ასაკში. და ალბათ გეცოდინებათ, რომ მე-12 საუკუნეში ყოველმა ორნაბიჯი კლინიკა არ იყო, რომ თამარისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ, ხო? ხო და სწორედ ამან დაგუპა თამარი. სულ რაღაც 5 თვე გაძლო და ზაფხულში რომ ზაქარია მოუკლეს და თამარმა იგლოვა, ზამთარში თამარის გარდაიცვალა. ამას არავინ არ გვიყვება. არც არავინ გვასწავლის, იმიტომ რომ ხელებს ხوار გაუსვიან იმ სასულიერო პირებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. ამ დროს, როცა სასონხედის მეფე ზაქარია აღიარეს და ჰქონდა უკვე უფლება თამარზე დაქორწინების, რადგან მან სტატუსი მოიპოვა მეფეზე დაქორწინების, ეს ჩვენ სასულიერო პირებს არ აწყობდათ. ამიტომ ზაქარია მოიცილეს თავიდან. ეგონათ, მაგრამ ამასობაში ვერ იფიქრეს ის, რომ ზაქარია და თამარი ერთი სულისანი იყვნენ. ვიღაცას ეს სირცხვილებოდა, რომ ზაქარია არ იყო მართლმადიდებელი ვიღაცას. მაგრამ არა თამარს. არ ვიცი, თქვენ რა განირიულებთ ხოლმე, როცა მე თამარს ვადარებ თავს. მე არ ვიცი თქვენ რა გაკავშირებთ თამარსთან. არაფერი არ იცით თამარზე და რაღაცებს ყვირი ხართ რა. თამარი დედას კი არ აგინებდა სასულიერო პირებს, წყევლიდა. მათ ცხოვრება გაუმწარეს მას. ხო და რა გასაკვირია, რომ ამ ცხოვრებაშიც იგივე გააგრძელოს თამარმა. თუ კი იგი მოვიდა და ამ დედამიწაზე კვლავ განმეორებით, მხოლოდ ერთი ამბის გამო. აღმოეფხვრა ამ დედამიწიდან უსამართლობა, რომელიც ასე ძალიან არის მართლმადიდებლურ სასულიერო პირებში გამჯდარი. ხო და ეს მისია არავის სხვისი. ხო და მისიის ეშინიათ სრულიად სასულიერო პირებს. მე სიის მახვილი. არავინ არ იცნობს თამარს ისე სიღრმისეულად, როგორც მე გამაცნო ღმერთმა თამარი. არავინ. არც ერთს არ გაქვთ ეს ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ თამარი. და თუ თამარი ხართ, მაშინ გაიგებთ რა ცხოვრება ჰქონდა თამარს. არა ისე, როგორც გიყვებიან იქ წიგნებში თუ სკოლებში, არამედ
ისე როგორც ნამდვილად იყო მისი ცხოვრება. თამარმა მერე კი არ გაიგო, რომ ზაქარია უყვარდა. თამარმა ეს თავიდანვე იცოდა, რომ ზაქარია იყო მისი მეორე ნახევარი, რომელზეც დაქორწინება სურდა, მაგრამ თუ ამის ნება არ მისცეს, რა მოიგეს ამით? აი, თამარისგან განსხვავებით, ლაშა გიორგიმ კი ნამდვილად შესძლო თავისი მეორე ნახევრისადმი ერთგულების დამტკიცება. რა თქმა უნდა, თამარი და ლაშა გიორგი ერთი სულისა და ხორცისანი იყვნენ. რა თქმა უნდა, ლაშა გიორგიმ დედამისისგან ბევრი რამ ისწავლა. ხოდა მასზე ყვებიან, რომ სუსტი მეფე იყო ლაშა გიორგიზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაზე სიძლიერე თავის ცხოვრებისეული, თავისი მისიონერული მეფეთა შორის ლაშა გიორგიმ დადო მაგალითად. არა როგორც მეფე, რომელი როლიც შექმნეს ვიღაცეებმა, ბანძისულისებმა, არამედ როგორც მესიამ. ლაშა გიორგიმ თავისი სულიერი მისია შეასრულა ძალიან კარგად. თამარმა მისი სულიერი მისია ვერ შეასრულა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქალი იყო და მას მაინც ისეთი გული ჰქონდა, რომ ბოზებსაც პატიობდა, სულით ბოზებს, მაგრამ მისი შეცდომა ალბათ ეს იყო, რომ პატიებდა ხალხს და პირდაპირ არ აცლიდა თავს. არა ადამიანებს თავი უნდა წააცალო. ზუსტად იმ წამს, რომელ წამშიც დაიჭერა ადამიანობაში. არანაირი პატიება ამას არ შველის. აი, ეს დავით აღმაშენებელმა კარგად გააკეთა. ძალიან კარგად გააკეთა. ჩემი აზრით, თამარს დავითისთვის უნდა მიებაძა ამ საკითხში. და მაშინ იქნებოდა მისი სულიერი მისია შესრულებული. თამარი გაიყვანეს. 51 წლის ასაკში არის სწორედ ის გამოცდა, როდესაც სატურნი შემოივლის და მოგკითხავს, აბა რა გააკეთე სწორად და რა არა. ხოდა თუ შენ არასწორი გზით მიდიხარ ცხოვრებაში, სატურნს გაყავხარ, იმიტომ რომ შენ გამოცდას ვერ აბარებ. ადამიანის ცხოვრების ნიადაგზე თუ 74 წლის ასაკში მან მოიპოვა ამდენი წლის ცხოვრების უფლება, ესე იგი მან სწორად იცხოვრა. ხოლო თუ მანამდე გაიყვანენ ადამიანებს, ესე იგი მან სწორად ვერ იცხოვრა. აქედან გამომდინარე, თამარმაც და ზაქარიამაც სწორად ვერ იცხოვრეს. ვერც დავითმა და ვერც ლაშა გიორგიმ. ისინი ყველანი ახალგაზრდები გარდაიცვალნენ.
ადამიანი იკითხავს, მას ილია მეორემ სწორად იცხოვრა? თუ ამას ცხოვრება ქვია, რასაც ილია მეორე დღეს გადის და მთელი ცხოვრების ნიადაგზე გადიოდა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი. მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის უკვე დიდი ხანია. მას არც საკუთარი თავის გადაწყვეტილების უფლება აქვს, საკუთარი აზრით და არც არანაირი სხვა ქმედების უფლება. ამას ცხოვრება არ ქვია, რასაც ილია მეორე გადის. ამას ქვია ტყვეობა. ხოდა თამარს რომ არ უნდა და ტყვეობაში ყოფნა, გადაწყვიტა რომ ისიც გაყოლოდა ზაქარიას. თამარს საქართველო ნაკლებად აინტერესებდა. თამარმა იცოდა, რომ საქართველო ვერაფერს იცავს, თუ კი სიყვარული არ არის. და თუ კი სიყვარულს უშლი ადამიანს, მაშინ საქართველოს ის ბედი ეწია, რა ბედიც დაიმსახურა. თამარის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მალე საქართველო პარტა ხდება. ეს თუ არ იცოდნენ მაშინ სასულიერო პირებმა, შეუძლიათ დღეს გაიგონ. თუ თამარს მოკლავთ, თქვენც მკვდარი ხართ. და მაინც როგორ კლავენ თამარს? გაუცნობიერებლად. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ თამარს ჰქონდა ეს უნარი, გადაეწყვიტა თავად, იცოცხლებდა თუ არა. ხოდა ხელიდან გამოეცალათ ის ბრილიანტი, რაც მანამდე ტყვეობაში ჰქონდათ. ახლა დღემდე დადიან და ეძებენ ამ ბრილიანტს. ამიტომ გონიათ, რომ ეს ბრილიანტი უნდა იყოს მორჩილი და მათ ხელებში გამოკეტილი, მაგრამ ასეთი მხოლოდ ასლის დამზადება შეიძლება. და ამზადეთ ასლი, გქონდეთ გამოკეტილი თქვენს ტყვეობაში. მეორთმოსა დაწყებულია და ძალიან მალე ქრისტეს ვიხილავთ. დიდება უფალს, ამინ, ამენით.